განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოახლოვდა საგრძნობია, განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური სივრცისთვის. ვიდრე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მაგიდას მიუსხდებიან, კომპლექსური, თუმცა სწრაფი გზაა გასავლელი. ამ პროცესში სიტყვებსაც მეტი წონა აქვს, ნათქვამსაც და უთქმელსაც. კითხვას თუ რა უნდა დათმოს მოლაპარაკებებისას რუსეთმა, დონალდ ტრამპმა ვერაფერი უპასუხა. Maybe Russia will give up a lot, maybe they won't. შესაძლოა რუსეთმა დათმოს ბევრი, შესაძლოა არც დათმოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ გეტყვით, რომ ნატოს საკითხს რუსეთი არასდროს მიიღებს. ვფიქრობ, უკრაინამ ამის შესახებ იცოდა, ამიტომაც არ ითხოვდა წევრობას დიდი ხნის მანძილზე. ასეა და ვფიქრობ, ასეც იქნება. ამ გზავნილების გამო თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოკავშირეებმა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ნატო, ისევე როგორც ამერიკის წინა ადმინისტრაცია, მუდმივად იმაზე საუბრობდა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოებაში ვეტოს უფლება ვერ ექნებოდა. ახლა კი ჩანს, რომ ამ უფლებას მას თვითონ ვაშინგტონიდან უმყარებენ. მაშინ რა შეთავაზება აქვს ამერიკას? No one's going to get everything that they want. ვერავინ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ დაიწყო ეს აგრესია. მაგრამ მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს იფიქრონ იმაზე, რომ დამაჯერებლობითა და ძალით ჩვენ შეგვიძლია ეს ორი ლიდერი ერთ მაგიდასთან დავსვათ. გრძელვადიან მშვიდობაზე სალაპარაკოთ, რომელიც უნდა მოემსახუროს უკრაინის ინტერესს და იმას, რომ შეწყდეს ადამიანების სიკვდილი. სწორედ ეს სურს პრეზიდენტ ტრამპს და იმედია ეს გარანტირებული იქნება ევროპელების ძალის დახმარებით, რომლებიც მზად არიან ამას მხარი დაუჭირონ. მე ვერ გეტყვით რაიმე გადაწყვეტილების ან განცხადების შესახებ, რომელიც იქ უნდა გაკეთდეს, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი, როგორც მომლაპარაკებელი და ბიზნესმენი, იაზრებს, რომ საინვესტიციო ურთიერთობები უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში შეერთებული შტატებისთვის უფრო მეტად ხელშესახებია, ვიდრე რაიმე დაპირება ან ღირებულება, რომელიც შეიძლება გქონდეს და გვაქვს კიდეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილება რამდენიმე კონფიგურაცია, რომელმაც რუსეთს დათმობებისკენ უნდა უბიძგოს. პირველი, ეს უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსებაა. მეორე, უკრაინისთვის ბირთვული შეიარაღების მიცემა. მესამე, რუსეთის ძლიერი სანქცირება და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაც თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობაზე ვერ დაითანხმეს. ეს ყველაფერი ზედაპირზე, თუმცა რა ხდება ფარდის მიღმა? კიევი პოზიციებში მტკიცეა. I will be very clear. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც რუსეთის ნაწილს და ჩვენ გსურს გავხდეთ ნატოს წევრი. დიახ, ჩვენ ვენდობით ნატოს უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მარტივი გზა ყველასთვის. ევროპა უნდა გაერთიანდეს უკრაინის ირგვლივ, რომ დაიცვას საკუთარი თავი. დონალდ ტრამპთან გამართული დისკუსია არაა საკმარისი სამშვიდობო გეგმის შესამუშავებლად. ამერიკისგან მიღებული გზავნილები ძლიერია, თუმცა მეტი საუბარია საჭირო. საჭირო საუბრები ბევრი იქნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ადგილას, სადაც ჩვეულებრივ დიპლომატია საუკეთესო სახითაა წარმოდგენილი. ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვედრა დაგეგმილი აქვთ. რუსეთი კი ადგილზე არ ჩასულა. ევროპაში ამ წუთას ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც რუსეთის დელეგაციას თბილად მიიღებდნენ. მიუნხენი ეს ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა შოლცისთვის თავად პუტინისა და ტრამპის ზარი მისაღები იყო. ის, რომ პუტინსა და ტრამპ შორის შედგა პირდაპირი საუბარი, ეს სწორია. მას ვეთანხმები იმაშიც, რომ რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა მოახლოვებულ მოლაპარაკებებზე ჩვენ თავდაჯერებით უნდა წარმოვადგენდეთ ჩვენს ინტერესებს. ეს იმიტომ, რომ საფრთხეები ჩვენთვის სწორედაც რომ პირდაპირია. ეს ჩვენ, ევროპელები ვეხმარებით უკრაინას ყველაზე ძლიერად და ვამბობთ. არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპაზე, ევროპის გარეშე. მშვიდობა უნდა იყოს გრძელვადიანი და უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ნაკანახები მშვიდობა კი ჩვენგან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ასევე არ მივიღებთ გადაწყვეტას, რომელიც დაარღვევს კავშირებს ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებაში. ამისგან მხოლოდ ერთი ადამიანი იხეირებს და ის პრეზიდენტი პუტინია. ჩვენ უნდა დავწუნდეთ, რომ როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინას ექნება შესაძლებლობების ფარგლებში საუკეთესო პოზიციები. ეს ეხება პირველ რიგში უკრაინას და უკრაინა იქნება ჩართული ნებისმიერ პროცესში. ამავე დროს ვთანხმდებით იმაზეც, რომ შედეგი უნდა იყოს გრძელვადიანი. როგორც პიტ ჰექსეთმა გუშინ განაცხადა, ვერ გვექნება მინსკი 3. ასე რომ რაც არ უნდა იყოს შედეგი, უნდა დავწუნდეთ, რომ პუტინი აღარ შეეცდება მიიტაცოს უკრაინის რომელიმე მეტრი ან კილომეტრი. ვლადიმერ პუტინი ძლიერი მომლაპარაკებელია, ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ საბოლოოდ თუ ჩვენ გსურს მივიდეთ სამშვიდობო შეთანხმებამდე, ჩვენ ის იქ ვჭირდება, იმიტომ რომ სწორედ მან დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ უნდა დავწუნდეთ, რომ მოვახდენთ ამ მოლაპარაკებების იმგვარ ნავიგაციას, რომ მოხდეს ძლიერი შეთანხმება და შედეგი იყოს ნათელი მთელი მსოფლიოსთვის.
იქნება თუ არა სწრაფი გადაწყვეტა გრძელ ომში. თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ პროცესი დაძრა და დასასრულის განცდაც გააჩინა, თუმცა თავარი ჯერ წინაა. მსოფლიო ომში მყოფი ქვეყნის ლიდერებს ერთ მაგიდასთან ელოდება.